დასავლეთ ნახევარსფეროში გლობალური მეტოქეების რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად ამერიკის შეერთებული შტატები დანიის ავტონომიური მხარის გრენლანდიის დაუფლებას ცდილობს. გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად ვაშინგტონის სხვადასხვა სენატს განიხილავს და ამტკიცებს, რომ კუნძული ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. შტატების პრეტენზიები ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელია. ბრიუსელის პოზიცია შემდეგნაირია. არქტიკაში უსაფრთხოება უნდა იყოს მიღწეული კოლექტიურად, ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს წესდების პრინციპების დაცვით. ევროკავშირმა უკვე განიხილა, როგორი იქნება პასუხი თუ გრენლანდიის დაკავების შესახებ დონალდ ტრამპის მუქარა რეალობად იქცევა. გივი ბარამიძე გიამბობთ. შეერთებული შტატების მონროს დოქტრინის გაცოცხლება და დასავლეთ ნახევარსფეროში დომინირების გეგმა ვაშინგტონისთვის ჩრდილო-დასავლეთში გრენლანდიის ფლობასაც ითვალისწინებს. თუ ევროპის მთავრობებს აქამდე არ ესმოდათ, რომ დონალდ ტრამპის მუქარა გრენლანდიის შესახებ სერიოზული იყო, ახლა უკვე იციან. ტრამპი დანიას ადანაშაულებს, რომ საკმარის არ აკეთებს არქტიკაში რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ. ევროპის მხრიდან იყო წუხილი ამ საკითხზე, თუმცა მათ ვერ შეძლეს ფუნდამენტურ არგუმენტთან გამკლავება. გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც. ხალხი ამას ვერ ხვდება. მთელი სარაკეტო თავდაცვის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ დამოკიდებულია გრენლანდიაზე. თუ რუსეთი და ჩინეთი, მე არ ვამბობ, რომ ისინი აპირებენ, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ვინმე მომავალში ბირთვულ რაკეტას გამოუშვებს ჩვენს კონტინენტზე ან ევროპაზე, გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სარაკეტო თავდაცვისთვის. ტრამპი უპირატესობას ანიჭებს ტერიტორიის მოლაპარაკების გზით შეძენას, მაგრამ ვაშინგტონში განიხილავენ კუნძულზე კონტროლის აღებას სამხედრო გზითაც. საკითხის განსახილველად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დანიის და გრენლანდიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეკითხვაზე აპირებს თუ არა შეერთებული შტატები გრენლანდიის დაკავებას, რუბიომ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას დანიის და გრენლანდიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. ტრამპი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელმაც განიხილა თუ როგორ შეიძლება გრენლანდიის შეძენა. იქ ინტერესი არსებობს, თუმცა მე უბრალოდ შევახსენე მათ ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ ტრუმენს სურდა ამის გაკეთება, არამედ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პირველი ვადის შემდეგ საუბრობს. ტერიტორიის ფლობის პრეტენზიები მოკავშირე ქვეყნებს შორის შესამჩნევ უხერხულობას ქმნის. ერთი მხრივ არსებობს დანიასა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წელს დადებული თავდაცვის შეთანხმება, მეორე მხრივ კი არის მოკავშირეობა ნატოს ფარგლებში. გრენლანდიის ხელისუფლება დანიისგან სრული დამოუკიდებლობისთვის მუშაობს, თუმცა ამ პროცესს საფრთხე შესაძლოა ოკეანის გაღმიდან შეექმნას. გრენლანდიის დედაქალაქ ნუკის მერმა უარყო მოსაზრება, რომ გრენლანდია გასაყიდი ნივთია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ვფიქრობ, ჩვენი სამყარო არ არის იგივე მას შემდეგ, რაც ტრამპის თვითმფრინავი ნუუკში დაეშვა. ზოგიერთს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საკუთარ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებად არ გვექცევიან. ჩვენ ისე გვექცევიან, როგორც საყიდელ ნივთებს და ჩვენ ნამდვილად გვინდა ამის თავიდან აცილება. ძალიან ნორმალური რეაქციაა, რაც გრენლანდიელებს ახლა აქვთ. გრენლანდია რესურსებით მდიდარი კუნძულია არქტიკაში, რომლის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული. სამი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი გრენლანდიას მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონად აქცევს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები და მის გარშემო არსებული პოტენციური ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტები. გრენლანდია მდებარეობს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის და გადის ეგრეთ წოდებული გიუკის გასასვლელზე. საზღვაო გასასვლელზე გრენლანდიას, ისლანდიას და დიდ ბრიტანეთს შორის, რომელიც არქტიკას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს. მისი მდიდარი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნავთობი, გაზი და იშვიათმიწა მინერალები, ზრდის გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რადგან ჩინეთი იყენებს იშვიათმიწა მინერალების ინდუსტრიაში თავის დომინირებას შეერთებულ შტატებთან კონკურენციის დროს. პარალელურად ყინულის დნობა ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტებს წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ნაოსნობისთვის ხელსაყრელს ხდის, რაც გავლენას ახდენს როგორც ვაჭრობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. პირველ რიგში, მე მჯერა, რომ ამერიკის პრეზიდენტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, როდესაც ის ამბობს, რომ მას გრენლანდია სურს. მაგრამ ასევე მინდა ნათლად განვაცხადო, რომ თუ შეერთებული შტატები გადაწყვეტს ნატოს სხვა ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმას, მაშინ ყველაფერი შეჩერდება. ანუ, ჩვენი ნატო და შესაბამისად უსაფრთხოება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო უზრუნველყოფილი. როდესაც შეერთებული შტატების ძალებმა ვენესუელის დედაქალაქს შეუტიეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი რიტორიკული მუქარა რეალობად იქცა. ევროპელი პოლიტიკოსები აღარ უგულებელყოფენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაძლიერებულ რიტორიკას და ეძებენ გეგმას მის შესაჩერებლად. ევროპელები აცხადებენ, რომ ტრამპი აგრესიულ რეჟიმშია და ევროპა მზად უნდა იყოს ტრამპთან პირდაპირ დაპირისპირებისთვის. კონტინენტზე შეთანხმებული პოზიციაა, რომ გრენლანდია არ იყიდება.
გრენლანდიასთან დაკავშირებით მინდა ნათლად განვაცხადო. გრენლანდია თავის ხალხს ეკუთვნის. დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით ვერაფერი გადაწყდება დანიის ან გრენლანდიის გარეშე. მათ აქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. ევროპა დარჩება საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი მმართველობის მტკიცე და ურყევი დამცველი. ევროპაში დიპლომატიური ძალისხმევა გააქტიურდა. საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებულ მუქარას. ალიანსმა შესაძლოა შუამავლის როლი შეასრულოს გრენლანდიას, დანიას და შეერთებულ შტატებს შორის, როგორც ეს მოხდა ალიანსის წევრებთან, თურქეთთან და საბერძნეთთან დაკავშირებით. დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად ევროპიდან შეერთებული შტატების მისამართით რიტორიკა გამკაცრდა. შეერთებული შტატები არის დამკვიდრებული ძალა, მაგრამ ის თანდათან ზურგს აქცევს თავის ზოგიერთ მოკავშირეს და თავისუფლდება საერთაშორისო წესებისგან, რომლებსაც ის არც ისე დიდი ხნის წინ უჭერდა მხარს. იქნება ეს ვაჭრობაში და გარკვეულ უსაფრთხოების საკითხებში. მოდის ღირებულებების ნგრევა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. იმ ქვეყნისაგან, რომელმაც ამ მსოფლიო წესრიგის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არ უნდა დაუშვათ მსოფლიო გადაიქცეს ყაჩაღების ბუნაგად, სადაც ყველაზე უპრინციპოები ითვისებენ ყველაფერს, რაც სურთ, სადაც რეგიონები ან მთელი ქვეყნები რამდენიმე დიდი ძალის საკუთრებად განიხილება. ევროპელები კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შესაძლოა გარკვეული დათმობების გზით წავიდნენ. ევროპელი დიპლომატები გრენლანდიასთან დაკავშირებით დათმობის სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან უკრაინის საკითხზე გარანტიების მიღების შესაძლებლობაზე საუბრობენ. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა შესაძლოა მნიშვნელოვან გადახედვას დაექვემდებაროს.